Salmebit psichologია ტაროს არხზე საკმაოდ დიდი ხანი გავიდა ბოლო ვიდეოს ატვირთიდან და როგორც იქნა დაგებრუნდით და დღეს გვექნება საჯარო საინტერესო გაშლა საკითხზე აი რა მოდის თქვენ ცხოვრებაში ხო? რა მოდის თქვენ ცხოვრებაში საერთოდ რა მოხდება ამ ახლო პერიოდში თქვენ ცხოვრებაში უფრო მეტად ვიტრიალებთ აი თქვენ ცხოვრების ეტაპთან დაკავშირებით ხო რა ეტაპს ახლა დავხურავთ და რა ეტაპი დაიწყება რას შეეხება რას მოგვიტანთ და ასე შემდეგ ხო ასე რომ ვისაც გაინტერესებთ აი ეს საკითხები ეს გაშლა იქნება თქვენთვის და იმედია დაგეხმარებათ ხო არ დაგვავიწყდეს რომ ეს არის მხოლოდ საჯარო და ზოგადი გაშლა რადგანაც უფრო დეტალური ინფორმაციისთვის უმჯობესია რომ გაკეთდეს ინდივიდუალური გაშლა, სადაც კონკრეტულად თქვენს საკითხთან დაკავშირებით იქნება გაშლა გაკეთებული და თქვენზე იქნება, ხო? და არა ესეც ზოგადად და საჯაროდ. თუმცა საჯარო და ზოგადი გაშლებიც, რა თქმა უნდა, ეფექტურია, რადგან შეიძლება რაღაც ისეთი საინტერესო იდეა გავიგონოთ, ან რაღაც ისეთი მოვისმინოთ, რაც დაგვეხმარება იმ მომენტში, იმ წუთას, ხო? კარგი დავიწყოთ. ეს გაშლა იქნება ძალიან ისეთი სასიამოვნო, რადგანაც უკვე დატენილი მაქვს დადებით ენერგიებზე და დავიწყოთ, ხო? გვექნება ერთი პოზიცია, ზოგადი ერთპოზიციანი გაშლა იქნება და დავიწყოთ ამით, ხო? კარგი, ნახოთ თქვენი სიგნიფიკაცია დასაწყისისთვის. ნახოთ თქვენი სიგნიფიკაცია, რომ მიხვდეთ აი თქვენზეა ეს გაშლა, თუ არ არის თქვენზე. კარგი. აი თქვენი სიგნიფიკაცია თქვენი ცხოვრების ამ ეტაპზე ახლა. ნახოთ თქვენი სიგნიფიკაცია თქვენი აი ამ ცხოვრების კონკრეტულად აი ამ მომენტის. აქ არის გარკვეული სირთულეები. ხო, გარკვეული სირთულეები რას არის ახლა ვიტყვი. ესე იგი, აქ არის ესეთი მომენტები, რომ შესაძლოა თქვენ ცხოვრებაში ახლა იყოს ესეთი ცოტა კრიზისი, სტრესი, ზოგადად ახლა დედამიწაზე ძალიან ისეთი ვითარებებია, ქაოტური და ქაოსური და ძალიან რთულია ამ ვითარებებში შეინარჩუნო რაღაც რელაქსი და სიმშვიდე, ხო? აი თქვენს ცხოვრებაში ახლა არის რაღაც ესეთი კრიზისული მომენტი, სადაც თითქოს და რესურსები გაქვთ გამოწურული. თითქოს აი შინაგანად დაცლილად გრძნობთ თავს. აი ისეთი მომენტი, აი სიცივე, უამინდობა, რომ მიდის, აი არ სრულდება და ირგვლივ რომ ვერაფერი ნათელი ვერ შევამჩნიეთ, ვერაფერს ვერ ვხედავთ, რაც გვავსებს, რაც გვახარებს, რაც გვამოტივირებს, ხო? აი ცოტა ასეთი სიტუაციები. ასევე არის შიში, არის ფოთვა იმასთან დაკავშირებით, როგორ, რანაირად შესაძლოა იყოს ის მომენტიც, რომ აი ხანგრძლივად ვიმყოფებოდეთ რაღაც ისეთ ფიქრებში ან მდგომარეობებში, რაც ჩვენთვის დადებითი, რა თქმა უნდა, არ არის, რაც პირიქით გგრუზავს, ხო, გსტრესავს. აი უფრო მეტად აი ასეთი სიგნიფიკაცია არის ეს. რატომ ხდება ეს ახლა თქვენ ცხოვრებაში? მომინდა ამ კითხვის დასმა და დავსვამ. რატომ არის ეს ყველაფერი? მინდა გითხრათ, რომ აქ იმიტომ ხდება ეს თქვენ ცხოვრებაში, რომ ძალიან რთული პერიოდი გაქვთ, რაღაც ეტაპი თქვენ ცხოვრებაში დასრულდა, ვისთვისაც აქ აქტუალურია სასიყვარულო საკითხები, შესაძლოა აქ უკავშირდებოდეს კონკრეტულ პიროვნებასაც, იმიტომ რომ თასების რაინდი ამოქვევიდა, ხო, შესაძლოა ვიღაც კონკრეტული პიროვნების გამო ხდებოდეს აი ეს ვითარება, ან ეს სიტუაცია, რაც ახლა ხდება თქვენს თავს და თქვენში, რაც ცვლილებებიც მიმდინარეობს, ზუსტად აი ამ პიროვნების გამო მიმდინარეობდეს. ეს იმათთვის ვისაც ყავთ ასეთი ფიგურა და იცით, რომ აი ეს არის, ხო? და ვისაც აი არავინ არ არის საერთოდ თქვენთან, უბრალოდ იმიტომ, რომ შესაძლოა აი რაღაც ისეთი სიტუაციები წარსულიდან გამომდინარე, შესაძლოა წარსულში თქვენს წარსულში იყოს ვიღაც ადამიანი, ან ზოგადად რაღაც სიტუაცია თქვენს ემოციებთან დაკავშირებით, ან თქვენს სასიყვარულო სფეროსთან დაკავშირებით, რაც გადის ახლა ტრანსფორმაციას, თუმცა დღემდე ეს განიჭებთ ტკივილს, დღემდე გტკივათ, ხო და ზოგადად რატომ არის ეს და რატომ ხდება, აი ზუსტად იმიტომ, რომ ახლა თქვენ ცხოვრებაში ხდება, აი საბოლოო წერტილის დასვა რაღაც იმ მომენტებზე, ან რაღაც იმ მომენტებთან და საკითხებთან დაკავშირებით, რაც ძალიან წარეა და მტკივნეული თქვენთვის, ხო, აი ეს და ეს არ არის მარტივი, აქ ძალიან ისეთი ტრანსფორმაციული მომენტი არის თქვენთვის, რაც
არც ისე მარტივი და იოლია რა თქმა უნდა. ხო, აი ეს არის აქ. კარგი, ვიკითხოთ მაშინ აი რა შეგიმსუბუქებთ ამ ეტაპს, რომ მაქსიმალურად ისეთ შეძლებით და გვარად ყველაზე მეტად უმკივნეულოდ გადაიაროთ. პირველ რიგში ის, რომ რაღაც აი ზუსტად გადაიაროთ ეს პერიოდი, კარგი იქნება აქ რომ რაღაც არა, რომ იკონტაქტოთ. ძალიან კარგი იქნება კომუნიკაცია სოციუმთან, ხო? სოციუმთან კონტაქტირება და თქვენი რესურსების, შესაძლებლობების გამოყენება. აი, რაც გაქვთ დადებითი, დადებითი რას გულისხმობ აქ? რაც გაქვთ ნიჭი და იცით, რომ აი ამის ნიჭი მაქვს, ან ეს გამომდის, ან ის გამომდის და იცით, რომ აი ამაში ვარ მაგარი, ხო? აი დროა, რომ რაშიც ხართ მაგარი, ეს აკეთოთ. და ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენც აივსოთ შინაგანად და ასევე თქვენც რომ დაინახოთ, რომ აი შეგიძლიათ, ძალიან ბევრი რამე შეგიძლიათ. თქვენი საკუთარი თავის რეალიზებაც მოახდინოთ. კიდევ განვითარდეთ, უფრო მეტად ხარისხიანი ცხოვრება გქონდეთ, უფრო მეტად ავსებულები გახდეთ, ხო, აკეთოთ ის, რაც თქვენ მოგწონთ. სოციუმთან ერთად. აი ეს დაგეხმარებათ აქ. შესაძლოა ეს იყოს რაღაც ახალი ჰობი, ახალი გატაცება, ახალი ნაცნობობაც აქ დაგეხმარებათ, ახალი კონტაქტები, კომუნიკაციები, ხო? ეს ყველაფერი აქ შეგიმსუბუქებთ ამ მდგომარეობას და დაგეხმარებათ, რომ აი მაქსიმალურად ნაკლები დრამის გარეშე გამოხვიდეთ, ხო? კარგი, გავაგრძელოთ ახლა ჩვენ ეს ამბავი. ეს რაც შეეხებოდა სიგნიფიკაციას და ამ ვითარებას რაც არის, ხო? ვისთვისაც რეზონირებს, ვინც აქ იგრძნო და მოიცნო საკუთარი თავი, აგრძელებთ ბუნებრივია მოსმენას. კარგი, მაშინ ახლა ვიკითხოთ, ხო? ახლა ვიკითხოთ. აი ახლო დღეებში, ახლო მომავალში რა ეტაპი დაიწყება თქვენ ცხოვრებაში, ხო? რა ეტაპი დაიწყება, რა ეტაპზე გადახვალთ. არაჩვეულებრივია, მინდა ვთქვა. არაჩვეულებრივ ეტაპზე გადახვალთ 3 უმაღლესი არკანი, ხო? ესე იგი, რა ეტაპზე გადახვალთ? აქ საბოლოოდ მოიჭრება აი ეს ვითარება, რაც გვაქვს აქ, სადაც ვართ სევდიანები, სადაც ჯერ კიდევ რაღაც ბუქსაობთ და ამ რაღაც ამბებში ვართ, ეს საბოლოოდ იჭრება. ჩვენ ვიწყებთ ხედვას. ჩვენ რაღაცას ვხედავთ. ის რაც აქამდე იყო დაფარული ჩვენთვის, ან მიუწვდომელი, ამას ვხედავთ. ეს არ არის აუცილებელი იყოს რაღაც ხატრული, ხო? შესაძლოა ეს იყოს პირდაპირ რაღაც საკითხი, რაღაც გამოწვევა, რასაც აქამდე ვერ ვხედავდით, ან პრობლემის გასაღები დავინახოთ, ან გამოსავალი სიტუაციიდან დავინახოთ, ხო? ნებისმიერი რაღაცა, რასაც აქამდე ვერ ვხედავდით, არ ვხედავდით, გვეშინოდა, პასუხისმგებლობას არ ვიღებდით, ვერ ვიღებდით, გადაწყვეტილებას ვერ ვიღებდით, ან არ ვწყვეტდით და აი ხვალზეგ, მაზეგ და ასე ვაკეთებთ, ხო? აი ეს ერთი. შემდეგ, ასევე მოდის სიმსუბუქე. აი როგორი შეგრძნება მაქვს აქ, იცით? აი რაღაც აბჯარს რომ მოიხსნი და დადებ და რაღაც შემსუბუქებას რო გრძნობ და რაღაცას შესაძლოა მარტო აბჯერიც არის, შესაძლოა აი ძალიან დიდ ზურგჩანთას რომ მოიხსნი და დადებ, ესეც შესაძლოა იყოს. ან უბრალოდ რაღაც სიმძიმეს რომ მოიხსნი და ეს განცდა, აი სიმძიმეს რომ მოიხსნი და ეს განცდა რომ აი ეს სიამოვნოა, ხო, აღარ არის სიმძიმე, აი ეს მომენტი იგრძნობა აქ. აი ამის განცდა რომ ის სიმძიმე რაც მტვირთავდა, მგრუზევდა, ეს აღარ მაწუხებს და სიმშვიდე. აბსოლუტური სიმშვიდე და აი როგორი სიმშვიდე იცით, სადაც მე ვენდობი სამყაროს, მე ვენდობი სივრცეს და მე ვენდობი საკუთარ თავს, საკუთარ ხმას, საკუთარ ინტუიციას და რაც არ უნდა მოხდეს, მე ვგრძნობ პასუხებს, მე ვგრძნობ როგორ, რანაირად და რა მიმართულებით, ხო? აი ეს არის აქ არის მკვეთრი ამის განცდა. ძალიან სასიამოვნო ეტაპია და ძალიან სასიამოვნო ენერგიებია. ასე რომ აქ არის ნერვიულოდ, ვინც ახლა გადიხართ აი ამ რთულ ეტაპს, იცოდეთ, რომ მალე აი ფინიშია მალე, ძალიან არაჩვეულებრივი. კარგი, მოდით კიდევ ვიკითხოთ, ხო? აი ახლო დღეებში რა ეტაპზე გადადიხართ აქ?
სულ მამაკაცის სამივე კარტი ამოვიდა მამაკაცს, ესე იგი ხმლების მეფე, პენტაკლების მეფე და კვერთხების მეფე. აქ საინტერესო ვითარება ძალიან. კარგი. ახლა მაშინ ასე ვიკითხოთ ჩვენ ეს ამბავი. აქ რა ეტაპზე გადადის აი აქ ასეთ ენერგიებში? თუ აქ ვინმე პიროვნება, აქ არის პიროვნება, კი ბატონო. კარგი, სამივე კიგები თქვენ ხართ. თუ ეს რაღაც ისეთ სიტუაციებია, თუ პიროვნება. არა, პიროვნებაც არის აქ რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო მაინც სიტუაციებზე უკვე საუბრებიან და თქვენზე. თქვენ აქ ისეთ ენერგიებში გადადიხართ, სადაც გაქვთ, სადაც აი ისევ, სადაც ხედავთ გამოსავალს, სადაც იცით რა გინდათ, როგორ, რანაირად ხართ დარწმუნებული საკუთარ თავში, საკუთარ შესაძლებლობებში, რაღაც სიტუაციებით სტაბილურდება თქვენ ცხოვრებაში, მოდის უფრო ახალი შესაძლებლობები, უფრო მოქნილები ხდებით, უფრო აი როგორ თქვა, დარწმუნებულები ხდებით საკუთარ შესაძლებლობებში, საკუთარ თავში და სხვა შორის უფრო ისეთი მასკულინური ენერგიები აქ, იმიტომ რომ სამივე კარტი არის king, მეფე, ხო? სხვადასხვა ელემენტებით. ასე რომ აქ არჩეულებრივი ეტაპია ახალი შესაძლებლობებით სავსე, სადაც თქვენ უფრო ხნეთ, სტაბილურად და საკუთარ თავში და შესაძლებლობებში უფრო მეტად დარწმუნებულად იგრძნობთ თავს. ბუნებრივია აქ იქნებიან ახლა სხვადასხვა ადამიანები, პერსონაჟები, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ თქვენზე უფრო მეტად აქ, ამიტომ ხო. კარგი, ეხლა ვკითხავ კიდე უფრო ესე. აი ამ ვკითხოთ. მათ არ უნდა ჩვენთან საუბარი დღეს. კარგი, ამ კარტით ვკითხოთ მაშინ. კარგი, კიდევ მაშინ რა იწყება აი ამ ახლო დღეებში თქვენს ცხოვრებაში? რა იწყება, ხო? რა იწყება? კვერთხების მეფე, დუბლირება, აი აქაც კვერთხების მეფეა, აქაც კვერთხების მეფეა. კვერთხების მეფე აქ. ნუ აქ აშკარაა რომ ვიღაცის გამოჩენა მეგობრებო, არ მინდა ასე ბანალურად ვჟღერდე, მაგრამ ნუ არის ასე და რა გავაკეთო. აქ ვიღაც კვერთხების მეფე ჩდება. კი ბატონო, თქვენთან ჩდება კვერთხების მეფე აქ, კი. და დიდი ალბათობით ეს არის ის პიროვნება, ვინც წასული იყო, გასული იყო. თკომარ მომსახურეობის ზონიდან გასული იყო. აი ვიღაც ასეთი პიროვნება, ვისთანაც ან სიცივე იყო, ან პაუზა იყო, ან საერთოდ არ საუბრობდით რაღაც მონაკვეთი, ხო? აი ისევ ეს ადამიანი ჩდება თქვენთან. მინდა შეგახსენოთ, რომ 20 მარტამდე არის რეტროგრადული. მერკურია რეტროგრადული. ვაიმე, ღმერთო, დამარტყმე, მგონი მერკური. თუ არ ვწდები და სწორად მახსოვს, აქ მერკური არის რეტროგრადული 20 მარტამდე მე მგონი, ხო? როგორც სწორად მახსოვს. და აქ დიდი არის იმის ალბათობები და შესაძლებლობები, რომ გამოჩნდეს აი ასეთი ადამიანები, ხო? ყოფილები, წარსულები და ამ კონტექსტიდან ერთი სიტყვით, ხო? ასე რომ აქ ზუსტად ეს ისტორიაა, რომ აქ ჩდება ასეთი პიროვნება და ძალიან სწრაფად და ძალიან მალე და ისე აჟიტირებულად და მოტივირებულად თქვენთან, ვინც ან გასული იყო მომსახურების ზონიდან, ან არ გქონდათ კომუნიკაცია, ან პაუზა იყო, ხო? აი ასეთი პიროვნება ჩდება თქვენთან. აი ეს. და დასტის ძირზე ხმლების მეფე. და ხმლების მეფე აქაც იყო. კარგი. და რით ჩდება მაშინ ეს ვიკითხოთ ეს პიროვნება თქვენთან? რით ჩდება? აჰა, სულ კვერთხებია. რით ჩდება? აი ძალიან ლაღად აქ ასევე მინდა ვთქვა, რომ მოგზაურობაც ვისთვისაც აქტუალურია მოგზაურობა, გადაადგილება, ან ადამიანის ჩამოსვლა, ესეც შესაძლოა იყოს აქ ზოგისთვის, ხო? ამასაც გავეშღერებ. ეს ადამიანი შეიძლება ჩამოვიდეს თქვენთან, მოვიდეს, გადაადგილდეს, გადმოადგილდეს თქვენთან. ძალიან სწრაფად. სწრაფი გამოჩენა, აი ძალიან სწრაფი გამოჩენა, ეგრევე ქმედებაზე გადასვლით. აი რაღაც ასეთი გამოჩენა, ეგრევე ქმედებაზე გადასვლით და აი ისეთი აჟიტირებული გამოჩენა, თან ამავდროულად, რომელიც
არაფრის, აი როგორ თქვა, დაპირებას არ იძლევა. ხო, არაფრის, სადაც არ არის კონკრეტული დაპირება, თუ სადაც არის. აი ეს მამაკაცი აქ ჩდება რაღაც გარკვეული გეგმით თუ არა. კი, მეგობრებო, კი, აქ არ ექნება ამ პიროვნებას გაურკვეველი გამოჩენა. სავსებითად გარკვეული იქნება ყველაფერი. ანუ, ესე იგი, აქ გამოჩნდება, ვიცი რა მინდა და როგორ. კი, თუ არა, ძალიან ურთიერთგამომრიცხავი კარტებია. წეხანა ჩვენოს რომ კი, ახლა ჩვენებენ რომ არა. ესე იგი, აქ ძალიან ისეთ სიტუაცია თითქოს, მაშინ ასე შესაძლოა იყოს, თითქოს აი იცის რა უნდა, ხო? რაღაც დონეზე იცის რა უნდა თქვენგან და თქვენთან. მაგრამ აი ეს რაღაცა ხანგრძლივი სტაბილური აქ შესაძლოა ურთულდებოდეს. რომ შემოგთავაზოთ. შესაძლოა აი უჭირდეს რაღაცა ასეთი პასუხისმგებლობების აღება ამ პიროვნებას, ხო? კარგი, რას ელოდოთ ამ პიროვნებიდან მაშინ? ეს რა გვაქვს ახლა? აქ რა ვითარება? აქ რას ველოდოთ და რაღაც ციკლის დასრულებას, ხო? ტრანსფორმაციას ელოდოთ ამ ადამიანიდან თქვენ ცხოვრებაში უოჭველი. ხო, აქ როგორც ტრანსფორმაცია, ისევე შესაძლოა ეს ამ ადამიანმა ისევ რაღაც ისეთი გააკეთოს, როგორც აქამდე იქცეოდა, ხო? და რაც თქვენ არ მოგწონდათ, შესაძლოა ისევ რაღაც ისეთი გააკეთოს ამ ადამიანმა, თქვენთან დაკავშირებით, თქვენთან ურთიერთობასთან დაკავშირებით, ან ზოგადად სიტუაციასთან დაკავშირებით, ამიტომაც არის ტრანსფორმაცია აქ. ამიტომ, მაშინ, რას ურჩევთ? რას გირჩევთ ტარო თქვენ, ხო? აი ამ პიროვნებასთან დაკავშირებით, რას გირჩევთ ტარო? არ აჩქარდეთ? ხო, არ აჩქარდეთ. ესე იგი, რას გირჩევთ ტარო ამ პერსონაჟთან დაკავშირებით არის ის, რომ ეცადეთ, აი რომ მოხდება და რაღაც გამოჩნდება ეს ადამიანი და რაღაც იქნება დინამიკა და ვითარება, დამშვიდდეთ, ხო? რაღაც აიღოთ time-out-ი. მოусმინოთ საკუთარ თავს, მოусმინოთ საკუთარ გრძნობებს და მხოლოდ შემდეგ გადადგათ რაღაც გარკვეული ნაბიჯები ამ ადამიანთან დაკავშირებით. ეცადეთ, რომ ნელა იმოქმედოთ, წინ დახედულად, რადგანაც კი, აქ არის იმის ალბათობა, რომ ამ ადამიანმა ისევ რაღაც ისეთი გააკეთოს, რაც თქვენთვის იქნება მტკივნეული. ან შესაძლოა თქვათ, რომ აი რათ მინდოდა ისევე ეს ახლა, ხო, აი ეს მომენტი და ამიტომ უბრალოდ იყავით ყურადღებით პირველ რიგში საკუთარ თავთან, საკუთარ გრძნობებთან დაკავშირებით, რადგანაც ის ეტაპი, სადაც თქვენ ტანჯულობდით, ის ეტაპი სრულდება და სრულად მთლიანად რო ვისიამოვნოთ აი ამ ასეთი საღი კი არა და სასიამოვნო ლაღ ეტაპში რო განვიცადოთ სიამოვნება და ვიღოთ უფრო მეტად ავსებულები, ხო? იყავით ყურადღებით საკუთარ გრძნობებთან დაკავშირებით. აქ იგრძნობა რაღაცა ისეთი ტოქსიკური ისტორია, ხო? არ არსებობს სრულფასოვანი ჯანსაღი ურთიერთობა და ჯანსაღი ჭამრთელი ფსიქოლოგიური კუთხით ადამიანი, იმიტომ რომ ყველას ჩვენ გვაქვს ჩვენი ტარაკანები რო იტყვიან, ხო? ასე რომ, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, მაგრამ ტოქსიკურობასაც და აი რაღაც ამ ამბებსაც აქვს თავისი ზღვარი, რა თქმა უნდა, და თუ ჩვენ ხვდებით და ვხედავთ, რომ აქ არა ვართ ბედნიერები და ეს ადამიანი ჩვენ გვწოვს სისხლს და გვაწამებს, ბუნებრივია, ხო? უმჯობესია ვიფიქროთ საკუთარ თავზე. ასე რომ აქ ისეთი სიტუაცია, რომ იყავით ყურადღებით საკუთარ თავთან და გრძნობებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არის ეს ისეთი ტიპაჟი, რომელიც აი გამოჩნდება და უნდა რომ თავისი გაიტანოს და ისე გააკეთოს თვითონ როგორც უნდა, მაგრამ ამიტომ სასურველია თქვენ იფიქროთ საკუთარ თავზე, საკუთარ ინტერესებზეც, ხო? აი ეს პიროვნება გამოგვიჩნდა აქ ჩვენ. გამოაჩინეს, ასე რომ, ხო, ეს იქნება აქტუალური თქვენთვის. კარგი, რაღაც დროის მონაკვეთში მალე გამოჩნდება, კი, მალე გამოჩნდება ეს ადამიანი და დიდი ალბათობით ბევრისთვის მოგწერთ. ხო, იმიტომ რომ პენტაკლი დაგვრჩა სოწყსელების მეშვეობით, სხვადასხვა სოწყსელის მეშვეობით, შესაძლოა ამ ადამიანმა მოგწეროთ, შეგეხმიანოთ. ჩემთვის პრინციპში აქ გასაგებია აი ამ
პერსონაჟთან დაკავშირებით სრულად გასაგებია ამბავი, მაგრამ მინდა რომ რაღაც სხვა ინფორმაციაც იყოს, თუმცა მე რა მინდა ერთია და რაც საჭიროა რომ აქ მოხდეს, ეს კიდე სხვა. კარგი, კიდევ რა მოხდება აი ამ დღეების განმავლობაში თქვენს ცხოვრებაში, ხო? რა იქნება ისეთი? რა მოხდება? აქ აქ შეგრძნება მაქვს, რომ რადგანაც საჯაროა ეს გაშლა, ორ ინტერპრეტაციას გავაჟღერებ. აქ პირველი ის, რომ რაც აქამდე ნელა მიმდინარეობდა და გინდოდათ, რომ გამოსულიყო და ან უცნებად გქონდათ და ან სურვილად, აი ახლა გექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ ეს განახორციელოთ. ხო, იქნება ეს გეგმა, პროექტი, ან რაღაც ისე ვერ წყდებოდა და ძალიან იწელებოდა, ხო? ეს ერთი ინტერპრეტაცია. მეორე ინტერპრეტაცია ისევ ადამიანი, იმიტომ რომ ორჯერ ამომივიდა ქრაინდის, შესაძლოა ვიღაცასთან ისევ იყოს კიდევ სხვა ადამიანი. არ აუცილებელი მანდამაინც ეს სიყვარულო საკითხი იყოს, ეს შესაძლოა ესეთ ვიღაც სხვა ადამიანი, ვისთანაც იყო რაღაც გარკვეული დისტანცია. ეს პიროვნება უფრო მეტად თუ რაღაც სიტუაცია. არა, მაინც სიტუაცია არის უმრავლესობისთვის, თუმცა არიან ადამიანები, ვისთანაც შესაძლოა ეს გათამაშდეს ეს ისტორია, როგორც პიროვნება, ვისთანაც კი არის რაღაც ემოციური ბმა, საკმაოდ ისეთი კავშირი, ხო? შესაძლოა ოჯახის წევრი იყოს, შესაძლოა მეგობარი, შესაძლოა ისევ რაღაც სასიყვარულო ასპექტები, ხო? და რა არის ამ სიტუაციასთან დაკავშირებით? აქ შანსი, შესაძლებლობა, სიუხვე, ხო, რომ მიიღოთ ავსება, რომ მიიღოთ სიუხვე, რომ გახდეთ დედოფალი. თუ ბიზნესია გადასარევი, ხო, რომ რეალიზება გავუკეთოთ ამ პროექტს და აი გვერდი აუაროთ რაღაც ისეთ რთულ მომენტებს და თუ ისეთი კონკრეტულად ადამიანია, შანსი სიყვარულთან დაკავშირებით, ემოციებთან, გრძნობებთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესოა. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. კარგი, მაშინ ამას ვიკითხავ აქ. რაზე გაამახვილოს ყურადღება აქ ჩვენმა მსმენელმა და მაყურებელმა ახლა? რაზე გაამახვილოს ყურადღება? აუცილებელია, რომ გაამახვილოთ ყურადღება იმ ფაქტებზე, რომ ფაქტებს დავიბენი. არა, ასე არ ვიტყვი სხვანაირად. ესე იგი, აქ მნიშვნელოვანია გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, თუ რა იყო, ხო, რაც იყო ჩვენს ცხოვრებაში აქამდე, რაც ხდებოდა, რამაც მოგვიტანა ტკენა, ტკივილი, იმედგაცრუება, სადაც იყო ტყუილები, ხო, აი ამ ამბების ამ კონტექსტიდან, ხო? დროა ეს გავუშვათ. დროა, რომ ეს ყველაფერი აღარ ატაროთ თქვენში და საბოლოოდ მოიხსნათ, დადოთ და გაუაროთ ამ ამბებს და გაგრძელოთ ცხოვრება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაგავიწყდეთ. რა თქმა უნდა, ეს გამოცდილებაა და საჭიროა, მაგრამ ეს იმასაც არ ნიშნავს, რომ თქვენ სულ ჩახვეული იაროთ აი ამაში, რომ გახსოვს, აი ერთხელ ასე რომ მოგივიდა, კიდე მოგივა და რაღაც ასეთი უკეთოთ საკუთარ თავს, ხო? დროა მოვიხსნათ, იქნება ეს კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით, თუ სხვადასხვა ბევრი ადამიანი ერთად, თუ სხვადასხვანაირი სიტუაცია ერთად, დროა რომ ეს მოვიხსნათ და დავდოთ. და ახალი ემოციებით, ახალი ეტაპიდან ლაღად გავაგრძელოთ ჩვენი ცხოვრების მოგზაურობა, ხო? დროა რომ ეს სიმძიმე დავტოვოთ. და ადგილი გავანთავისუფლოთ ჩვენს ცხოვრებაში სიყვარულისთვის, სიახლისთვის, სილაღისთვის და აი ეს ტკენა, იმედგაცრუება გავატანოთ წარსულს. აი ამაზე გამახვილოთ ყურადღება, რადგანაც ეს შეგიშლით ხელს ბუნებრივია, ხო? ერთი სიტყვით, დროა რომ წარსული გავუშვათ. აი ეს ძალიან მოკლედ რო ვთქვა. კარგი. რა დაგეხმარებათ პირიქით აქ? ისევ კომუნიკაცია, მეგობრებო, კომუნიკაცია აქვს. მინდა ამაზე ხაზი გავუსვა და ასევე ბალანსირება სიტუაციებს შორის, ადამიანებს შორის, მაგრამ აქ უფრო კიდევ ღრმას და ცოტა სხვა ისტორია, დროა რომ რაღაც ციკლიდან გამოხვიდეთ, ისევ წარსული, ხო? შეხედეთ იმ შანსებს, რაც რეალურად ახლა თქვენს წინაშე არის ან
გამოჩნდება, მაგრამ ბევრთან უკვე არის, იმიტომ რომ ეს ადამიანი უყურებს იმ თასებს, რაც უკვე დაქცეულია, წაქცეულია, რაშიც აღარ არის სითხე და ორი თასი ავსებული უდევს უკან, მაგრამ ამას ვერ ხედავს, რადგანაც სხვაგან იყურება, ხო? დროა რომ შეხედოთ იმას, რაც არის თქვენთან და თქვენ ამას ვერ ხედავთ, დროა შეხედოთ და გამოიყენოთ ეს დაგეხმარებათ. რა იქნება ეს და როგორ, ეს უკვე თქვენ თვითონაც მიხვდებით და იგრძნობთ, რადგანაც ეს ძალიან ინდივიდუალურია და ასე საჩარო გაშლაში, რა თქმა უნდა, ყველასთვის რაღაც ერთი ბუნებრივია ეს ვერ იქნება. ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია აქ, რომ გავამახვილოთ ყურადღება და ფოკუსი იმ დადებითზე და იმ შანსებზე, რაც ახლა ამ წუთას არის ჩვენს ცხოვრებაში და სადღაც იქ, როდესაც რაღაცა არ გამოგვიდა, ან მელანქოლიაში ვართ, ან წარსულთან, ან წარსულში გვინდა ისევ დაბრუნება, ეს გავუშვათ, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ძალიან ბევრი შესაძლებლობებია თქვენს ცხოვრებაში და კიდევ უფრო მეტი იქნება და თქვენს წინაშე ეს ყველაფერი დალაგებული და მხოლოდ თქვენ წყვეთ რა გამოიყენოთ, ხო? ჯადოქრის არკანი. რომელი მასალა, რომელი ინსტრუმენტი, რა აიღოთ, რა გამოიყენოთ, ხო? რომ შექმნათ რაღაც ახალი და საოცარი. კარგი, მოდით ახლა ვიკითხავ რჩევას თქვენთვის და ამაზე ჩვენს გაშლას დავასრულებთ. რჩევა თქვენთვის ახლა მთელი გაშლა, ჩემი კატა ჩემს გვერდით არის, იჯდა ჩემს გვერდით მთელი გაშლა და ახლა დარბის, რომ გარეთ გავუშვა. გაშლა თქვა. მე რჩევა თქვენთვის ახლა, რჩევა. Raise your vibration is a mantra that calls me to light up. აიმაღლე ვიბრაციები, ან ავიმაღლო ვიბრაციები, ხო? ეს არის აქ რჩევა, რომ ავიმაღლო ვიბრაციები, ეს არის მანტრა, რომელიც მე მიძახის და რომელიც მე მეხმარება, რომ გავსხივოსდე, ასე რომ ვთქვათ, ხო? ავიმაღლოთ ჩვენი ვიბრაციები. ეს ნიშნავს იმას, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ მაღალ ვიბრაციებზე ვიყოთ, არ დავიყვანოთ ჩვენი თავი შური, ბოღმა, წყენა, ბრაზი და ასეთი რაღაც. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვუარყოთ ეს განცდები და ეს ემოციები. ეს ემოციები იმიტომ არსებობს, რომ საჭიროა ჩვენთვის, მაგრამ არ გავეჭედოთ ამ ყველაფერში, ხო? და წავიდეთ წინ, განვითარდეთ, გავიზარდოთ, ავიმაღლოთ ჩვენი ვიბრაციები. ვიბრაციების ამაღლება ბევრი გზით შეიძლება, ხო? იქნება ეს ლოცვა, მედიტაცია, მანტრა, რა ვიცი, არ ვიცი, დახმარება სხვებზე, სიყვარული პირველ რიგში, რა ვიცი, ნებისმიერი, ხო? აქ უკვე თქვენზე არის დამოკიდებული, მაგრამ ასეთი რჩევა არის თქვენთვის აქ და გისურვებთ, რომ მაქსიმალურად დადებითად წარიმართოს თქვენთვის ყველაფერი. ახლა ეს ფაზა ჩაივლის, დასრულდება და იქნება მხოლოდ სინათლე თქვენში და თქვენს ცხოვრებაში. მაგრამ რა თქმა უნდა, თქვენზეც არის ეს ყველაფერი დამოკიდებული. ვისაც სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ ეს ინფორმაცია, აუცილებლად მიიღეთ, მე თქვენთან ვაგზავნი და იყოს ეს ასე, მადლიერების ნიშნად და მადლობის ნიშნად, რომ ენერგია დავაბალანსოთ ჩემს მიერ გაწეული, აუცილებლად ვისაც მოგეწონათ და რეზონირებს თქვენთვის, დავაიქეთ ეს გაშლა, ასევე აუცილებლად დამიტოვეთ უკავშირი ამ გაშლასთან დაკავშირებით და გამიხარდება თუ დამიწერთ კიდევ რა თემასთან დაკავშირებით გინდათ გაშლის მოსმენა და ყურება. სურვილებს გელოდებით ჩემთან ინდივიდუალურ ტარო სესიებზე, ბეთის მატრიცის სესიებზე, ასევე შეგიძლიათ გამომყვეთ ჩემს Instagram გვერდზეც, იქაც ძალიან ბევრი საინტერესო რილსი, ვიდეო, პოსტი იდება და საინტერესოა. და სურვილებს ასევე ვისაც მოგწონთ ჩემი გაშლები, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი. დროებით.